მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო და ჩემო კარგებო, ჩემო მშვენიერებო. მოდით დღეს ვნახოთ ასეთი გაშლა, რა ხდება ახლა თქვენს შორის. ავარჩიე დღეს ტარომან არა. აქ ახალია, ვიღაცა ცელოდება. და რომ მან არა არის ძალიან ესეთი უნიკალური დასტა, რომელიც რაც ეხება ურთიერთობებს, ძალიან ღრმად იცის ხოლმე ჩახედვა და ჩვენც მაგას ვკითხოთ, ხო? კითხვები იქნება ასეთი. ესე იგი, სინამდვილეში რას გრძნობთ, იმიტომ რომ ზოგიერთ ჩვენ მგონია რომ მიყვარს ამ დროს, შეიძლება უბრალოდ ზოგს ახლა სინანურის გრძნობა აქვთ ხოლმე ან რაღაც ვნახოთ ჩვენ აღარ ვიმკითხავთ, ნახოთ კითხოთ. მისი გრძნობები თქვენს მიმართ, რა თქმა უნდა, ნამდვილი მისი ემოციები თუნდაც შეიძლება ადამიანი იყოს ისეთი, რომელიც ვთქვათ მალავს. ზოგჯერ ადამიანი, არ არის ისეთი, რომელიც არ შეუძლია გამოხატვის უნარი და უშუალოდ არ აქვს, რომ და გავიგოთ ეს გრძნობებიც ნამდვილი და მისი ძრახვი და ასე შემდეგ. კითხვები როგორც ყოველთვის მაქვს მომზადებული. ამიტომ სიგნიფიკაცია იქნება ზუსტად ის თქვენ რას გრძნობთ, ხო? სინამდვილეში რას გრძნობთ და რა გინდათ ამ ურთიერთობიდან მიხვდებით თქვენ მაგით. დაჟე მე ასე გავაკეთებ, არა, ერთი იყოს და აქ თუ რამე დამეხმარება სხვა დასტებიც. მაგრამ ანარას პრინციპში რა თუნდა დახმარება, ხო ესე? ვნახოთ ახლა ჩვენ, სინამდვილეში თქვენ რას გრძნობთ და რა გინდათ ამ ურთიერთობიდან. შემდეგი მისი გრძნობები თქვენს მიმართ, ნამდვილი ემოციები, მისი ძრახვები რა უნდა სინამდვილეში ამ ურთიერთობიდან. ვნახოთ ახლა რა ენერგია არის თქვენს შორის. ეს არის სიყვარული, ეს არის ვნება, შეიძლება ეს იყოს რაღაცა მონათესავი სულები ხართ, კარმული ურთიერთობა, ვნახოთ. ეს. შემდეგ რა გიშლით თქვენ ხელს, რომ იყოთ სრულიად ბედნიერი ამ ადამიანთან. შეიძლება ეს არის თქვენი ბლოკები, შეიძლება ეს იყოს თქვენი ყოფილი გამოცდილებები და შეიძლება იყოს რამე შიშები. სხვათა შორის ამაზე ახლა ძალიან მაგრად ვმუშაობთ ჩვენ ტრენინგზე, ვინც არ დაესწარეთ. ძალიან სანანებელია თქვენთვის პირველ რიგში, რომ ის ძალიან კარგი პრაქტიკები გვაქვს და ძალიან გოგოები კაი ხასიათზე და კარგად ხალისობენ. Так, შემდეგი თქვენი გაკვეთილი ამ ურთიერთობაში იცით ჩვენ, რომ ეს არის მნიშვნელოვანი, რისთვის მოვიდა ეს ისტორია თქვენ ცხოვრებაში და რა უნდა გაიგოთ თქვენ როგორც ქალმა ამ ურთიერთობიდან. ეს გავიგოთ. შემდეგი ჩვენ ვნახოთ მომავალი თუ აქვს ამ კავშირს, ხო? და სად მიდის ეს ურთიერთობა? თუ დაუშვს არაფერი შეიცვლება. რა თქმა უნდა, ავიღოთ ჩვენ ახლა დაროსგან რჩევაც ავიღოთ, იყოს როგორც ქალისთვის, როგორ უნდა შეინარჩუნოთ თქვენი ფასეულობა და თქვენი ქალური ენერგია ამ ისტორიაში. ესეთი კითხვა დავსვათ. მე ვფიქრობ, საინტერესო გაშლები არის, აქ ვიღაცასთან. ეს გოგოები უეჭველი, ჩემო სიხარულებო, ვინც ახლა ხარ ტრენინგზე, თქვენთვის რაღაც ეს გაშლა იქნება, უეჭველი. მაგარი. Так, всё, დავიწყოთ ახლა ჩვენ. ახლა თქვენი გრძნობა. იმიტომ ვთქვი, რომ ესე იგი შეხედეთ, აქ როგორი თემა იქნება ახლა. ამ არკანით ეგრევე შემიძლია გითხრა, რომ ეს რატო ვთქვი, რომ იმ გოგოებისთვის ახლა ვინც არის ტრენინგზე, იმიტომ რომ აქ გადიან, ნახეთ ახლა ვიმაჩვენეს, რომ ეს არის ურთიერთობა, სადაც არის ეს მიჯაჭვolება, როცა ადამიანები ერთმანეთთან, ერთად არიან, მაგრამ არიან როგორ, იცით რომ აწამებენ, ასე ვთქვათ, ერთმანეთს, არ იციან, რატო არ გამოვდივარ ურთიერთობა, რატო იტანს ყველაფერს ადამიანი, კაცის
და ქალი ისეთ მდგომარეობაში, რომ რა ვიცი რა, ნუ ძალიან ისეთი მიჯაჭვული ურთიერთობა, მაგრამ გადეს ამ ურთიერთობიდან და ეხლა ჩვენ აი ზუსტად ჩვენი დამუშავება მიდის, აი ზუსტად რომ მე ჩემს თავს ვაფასებ და всё, მე ვუშვებ ამას, მე არ ვაპირებ რომ ვიყო დამოკიდებული იმ ურთიერთობაზე, რომელიც მე არ მახარებს. და ამიტომ ეს ზუსტად იმიტომაც კარგად აღვნიშნე რომ შეიძლება ან იმ გოგოებისთვის, ვინც ახლა ჩემთან არის, ან იმ გოგოებისთვის, ვინც უკვე გაუშვა ურთიერთობა რაღაც სხვათა შორის. ან უკვე ფიქრობთ იმაზე, რომ გაუშვათ. იმიტომ რომ ეხლა ნახეთ როგორი მომენტი არის რა. ეხლა თქვენ აი სინამდვილეში რას გრძნობთ? რა გინდათ ამ ურთიერთობიდან? ან გინდათ რომ ეს ურთიერთობა დავივიწყო, მოდით ეს საჯარო გაშლა, ამიტომ ეხლა ნამდვილად იქნება რამდენიმე ვერსია, ხო? ან მინდა რომ დავივიწყო, ან უბრალოდ შეიძლება იხსენებთ იმ პერიოდს, როცა იყავით აი დაუშვით მაგ ადამიანთან კარგად. მიხვდით? და კიდე შემიძლია გითხრათ, რომ მესამე ვერსიად შეიძლება ვთქვათ, რომ აი მშვენივრად კარგად ხართ რა, მოდით ასე ვთქვათ, ესეც იქნება ვიღაცისთვის, რომ აი ნამდვილად არა მაქვს ახლა ვთქვათ, ნერვები შლა, უბრალოდ ჩემთვის მშვენივრად კარგად ვარ, განთავისუფლებული არის აქ ადამიანი ნამდვილად. იცით როგორ არის, აი აქ ნახეთ გოგო ზის, ხო? ეს ძველი რაღაცა ფეხსაცმელები აცვია, ეს იმას ნიშნავს, რომ აი ძველი რამეზე, ანუ ადრენდელზე ვფიქრობ, მაგრამ ნახეთ აქ არის ისა დოლია და ეს იმისი ნიშანი არის, რომ ადამიანი даже თუნდაც ახლა პრინციპში თქვენ რომ იყოთ ერთად, ანუ აქ არ არის უკვე ეს ემოციები აქ რო თქვი, ანუ ეს მიჯაჭვულება არ არის. არა, აქ უკვე ეს გასული არის ეს სიტუაცია. აქ არ იქნება ნამდვილად ეხლა რო თქვათ, ეხლა ნერვიულობთ, ან დაუშვოთ ეხლა რამეზე გული გტკივათ, ან აი ამ პოზიციით ჯერჯერობით მე ვერ ვეტყვი, რომ აქ ვიღაცა ძალიან ისეთ იმაში განცდებში არის და ამიტომ თქვენი გული ეხლა მშვიდად არის, მოდით ასე ვთქვათ რა. არ არის და ნამდვილად რას გრძნობთ, რომ ან რა გინდათ, აქ ზოგს უნდა რომ ურთიერთობა ან დასრულდეს, იმიტომ რომ აქ არ გამოვრიცხავ, რომ შეიძლება даже ადამიანები ან გაშორებულები არიან, ან შეიძლება იყოთ, თქვათ, ისეთ მდგომარეობაში, როცა აი მანძილზე შეიძლება ვთქვათ, ან ხო გეუბნებით, უბრალოდ მშვიდად ხართ, მშვიდი დამოკიდებულება გაქვთ, აი ეგეთი რამე არის. ნახოთ ეხლა მისი გრძნობები თქვენს მიმართ, აი ნამდვილი მისი გრძნობები თქვენს მიმართ ეხლა, თუნდაც თუ დაუშვთ მალავს. ეხლა რა არის, იცით, ახლა აი აქ მართლა ნახეთ, სულ მოდიან ისინი ჰაერის არკანები, ჰაერის უფრო ფიქრები, უფრო გონება და უფრო, ანუ თან ახლა გამოვიდა ნამდვილად თვითონ ჩვენი მეფე რა. ჰაერის მეფე მანარაში არის ცოტა როგორი ტიპი, იცით, უცნაური ტიპია რა. და ამიტომ ამის გრძნობას, აი სინამდვილედ რო გითხრათ, რომ აი დაუშვოთ აი ამას გრძნობ, ძალიან რთულად დასაჭერია, იმიტომ რომ თვითონ ტიპაჟი არის, როგორი იცით, აი მაგას როგორი მომენტი აქვს, იცით? ეს არ არის აი როგორც ხმალების ვთქვათ, მეფე, იმიტომ დიდი სხვაობა არის საერთოდ მანარას და კლასიკას და ვაფშე სხვა დასტებთან ნამდვილად და აქ ეს ადამიანი უყურებს, აბა რა იქნება, რა გამოვა. აი ნამდვილი გრძნობები, აი აქ არ მეუბნებან, სიმართლე გითხრათ, მაგის ნამდვილი გრძნობები, გეუბნებით თუ დაუშვათ ეს ურთიერთობა უკვე ვინმესთვის დასრულებულია და თქვენ უბრალოდ გაინტერესებს, აი ეხლა რაღა დარჩეს ჩვენ შორის სინამდვილეში რა ხდება, ხო? თუ დაუშვათ არ ჯეზონიერდებათ, უყურებ და სხვა გაშლა ნახოთ, იმიტომ რომ არ გინდათ რა სხვისი ისტორია თქვენი იყოს. სხვა დროსაც გავაკეთებ და თქვენი ისტორია აქ იქნება. ანუ ნამდვილი რა გინდა ამით რომ მითხრათ გრძნობებზე. ხო, გითვალთ. აქ გეუბნები, აქ როგორი ტიპია, იცით? ზის და უყურებს. ანუ რას იზავ შენ? იმიტომ რომ თქვენ ხართ როგორ ისეთ ენერგიაში ეხლა, რომ დაუშვათ, ეხლა მე არ ვიტყვი რომ თქვენ ეხლა ზი ხართ, ეხლა იქ წერთ რაღაცას ამას ეხლა აწუხებთ, არა, თქვენ დაუშვათ, თუნდაც თუ ეხლა თქვენ
გაშორდეთ, თქვენ გაქვთ რაღაც აი შენელებული, ანუ გრძნობა. შეიძლება ფიქრობ და უფრო შეიძლება იხსენებთ ძველ სიტუაციას, ადრე როგორ ვიყავით. ნუ ყოველ შემთხვევაში რო გითხრათ, რომ თქვენ აქტიურობთ, არა და ამიტომ ეს ზის და უყურებს ამ სიტუაციას შორიდან. მე არ გეტყვით, რომ მაგას არ აინტერესებს თქვენი ცხოვრება. ეს ადამიანი ნამდვილად გითვალთვალებს ყველა ვარიანტში. ნამდვილად ამ ადამიანს აქვს ეს მომენტი, რომ ხედავს, რომ თქვენ აი დაუშვათ საქმიანი ხართ, თქვენ დაუშვათ, ნუ ცხოვრობთ თქვენს კარიერას, თქვენი ცხოვრებით ცხოვრობთ. აქ რატომღაც ასე ვფიქრობ, რომ უფრო ვიღაცებმა ჩაიფიქროს, ანუ ყოფილი ურთიერთობა, ან ნუ გაინტერესებთ, ხა ნუ ჩვენ შორის ახლა რა არის. იმიტომ რომ იყო, მე მგონი ამის წინათ ჩავწერეთ ხო ვიდეო იმაზე, რომ თქვა ბრუნდება ხოლმე ყოფილი პარტნიორი და ამიტომ შეიძლება ვინმეს გაგრძელება იყოს ახლა აქ ნამდვილად აი ეგეთ სიტუაცია არის რა, როცა ამ ადამიანს მართლა აინტერესებს, მაგრამ ნუ თქვენი ცხოვრება აქ გრძნობაზე ვეკითხები, აქ როგორი გრძნობა იცით, უფრო ინტერესი აქვს რა და ისეც კი იცის, რომ ნუ თქვენ მაგას არ აირჩევთ. აი ესეც მოდის აქეთ რაღაც ისეთი ინფორმაცია ჩვენთან ახლა. იმიტომ მეტყობა იცით აი თითქოს თვითონაც არ გაჩვენებს რა, შეიძლება გითვალთვალებს, აინტერესებს თქვენზე ყველაფერი, მაგრამ აი თვითონაც არ გამოხატავს ამ თავის, ვთქვათ, ინტერესიც კი. აი ეს არის, იმიტომ ვთქვით ჩვენ, რომ აქ იყო ჩაქსოვილი ეს კითხვაც, რომ აი თუნდაც, ნუ რას გრძნობთ და რას მალავს. აი ამას მალავს, რომ ამ ადამიანს თქვენი ყველაფერი აინტერესებს და როგორ არის, აი თითქოს უბრალოდ უყურებს ამ სიტუაციას, აი რა გამოვა, რა იქნება. რაიგეთ, მაგრამ ამ დროს იცის, რომ პრინციპში რომ თქვენ უკვე თქვენი ცხოვრებით ცხოვრობთ. აქ უეჭველი რაღაცა ყოფილებზე არის ლაპარაკი. და აქ ვნახოთ მესამე ჩვენი, ანუ მისი ძრახვები რა უნდა მაგას სინამდვილეში, რა უნდა მაგას, რა იცით როგორ არის, როგორი ტიპი არის. ანუ თქვენი ანარეკლი და პრინციპში ყველა ჩვენი პარტნიორი, ჩვენი ანარეკლი არის. ეს даже თან არკანსაც ქვია სარკე, რა, სარკესად. ანუ რასაც შენ იზავ, მაგას გავაკეთებ მეც. მიხვდით? იმიტომ რომ აი შენ როგორც იზავ, იმიტომ რომ აქაც გვაჩვენეს, ანუ თქვენ თუ ინიციატივას გამოაჩენთ, შეიძლება ესეც გამოჩნდეს. ზუსტად, აი თქვათ, აქაც ნახat, გოგო ზის დაკავებული თავისი საქმეით. არ მაინტერესებს არაფერი და ეს ბიჭიც ნახat იქით რაღაცა თავის საქმეებით არის დაკავებული. აი ეგაც აქაც იგივე მომენტი. შენ თუ დაუშვათ მოინდომებ, შენ თუ გამოაჩენ ინიციატივას, მეც გამოვაჩენ ინიციატივას. ანუ ზუსტად მოვიქცევი ისე როგორც შენ. შენ მომიქცევით სივად, მეც მოგიქცევით სივად. კი. იმიტომ რომ აქ როგორი მომენტი არის, იცით? ამას კი უნდა რომ თქვენსკენ წამოვიდეს, იმიტომ რომ მართლა აქ კავშირი თქვენთან მენტალური და მე შემეძლია გითხრათ, რომ აქ ადამიანი ბევრს ფიქრობს თქვენზე და შეიძლება დიდი ხანია და ხშირად ფიქრობს თქვენზე. აქ ვერ ვიტყვი რომ აი და სხვათა შორის თქვენ რომ ამას ეხლა რომ უთხრათ რომ მე მინდა შენთან ურთიერთობა გავანახლო, ეს ადამიანი მოვა. აი ნახეთ როგორ უნდა მაგას ურთიერთობა რომ აღდგეს რა. უნდა, მაგრამ არ იცის თვითონ რა გააკეთოს. იმიტომ გეუბნებით რომ აქ არის ის მომენტი, როცა ანუ თითქოს თქვენ ხელშია ინიციატივა. თუ თქვენ მოინდომებთ, მაშინ ეს ადამიანი, ნუ იგივეს გააკეთებთ. მოვა, შეხვდება, ისე განაახლებს ურთიერთობას. მაგრამ თქვენზეა დამოკიდებული, თუ თქვენ გინდათ. იმიტომ რომ აქ ეგრევე გვაჩვენებს, რომ შენ როგორც გინდა, ისე იქნება რა. აი ეს არის მაგისი ძრახვები, რომ გითხრათ, რომ თვითონ ინიციატივას გამოაჩენს, თუ თქვენ არ გენდომებათ, ხო? არ გამოაჩენს ეს ადამიანი არანაირად რა. შემდეგი კითხვა მქონდა, მეოთხე კითხვა, ანუ რა ხდება თქვენ შორის რა. სიყვარული, აქ არის როგორი მომენტი, ვნებაც არა. სიყვარული
აქ უფრო როგორი სიტუაცია იცით? არც კარმას ვეტყოდი და არც მონათესავის სულსაც აღარ ვეტყოდი. აქ როგორი სიტუაცია, გეტყვით, ნახეთ, აქ მამაკაცი, აქ იზიდავთ ძალიან თქვენ ამ ადამიანს. ანუ როგორი სიტუაცია ხა ამას ვერ გაჩვენებთ, ხა მან არა ხო იცით, ცოტა ესეთი დასთა რომ ყველა არკანს ისე ვერ აჩვენებს. ნუ 4-იანი არის აქ ცეცხლის ეს შემოსწავლებისთვის აყურადღებოთ თუ რო თქვენ იცოდეთ. გლასგარიში ხო გვაქვს ჩვენს ჩემი გაშლება თქვენთვის. ხო და აქ ნახეთ ახლა მომისმენთ როგორი ურთიერთობა არის აქ, როგორი კავშირი უფრო სწორედ ნახეთ. თქვენ ხართ მისთვის ქალი, აი როგორი გითხრათ, იცით, აი სასურველო ძალიან. მაგრამ თქვენ ხართ აი ძალიან რაღაცნაირი აი ამაყი, საქმიანი, დამოუკიდებელი, აი ძერსკობა რო არის, გაიგეთ, აი ეგეთი რაღაც არის აქ და აი თქვენ უფრო მართავთ ამ ურთიერთობას. ამ ადამიანს უნდა თუ არ უნდა რომ ეს აღიაროს, ეს ასეა, გოგო მართავს აქ. ანუ აქ როგორი სიტუაცია, მე თუ მინდა ამ ურთიერთობას გავანახლებ. თუ არ მინდა, არ გავანახლებ. და ეს ადამიანი იმის მიუხედავად, რომ თქვენ გაჩვენებს იმას, რომ დაუშვათ მე არაფერსაც ინიციატივას არ გამოვაჩენ, კი, შეიძლება ნახეთ რას ეზავს, ანუ თქვა, მოდის თქვენსკენ დაუშვათ რამეს, თქვა, უფრო თქვენგან ელოდება, მაგრამ მე აი თქვენ თუ დაუშვათ მაგას მიწერთ სიტყვაზე, ან მისცემთ რაღაც ნიშანს, რომ თქვა გმზად ხართ, ან გინდათ რომ გააგრძელოთ ურთიერთობა, ან არა ხართ თუ არზე, ეს ადამიანი გამოაჩენს ყურადღება და სხვათა შორის ძალიან აქტიურობასაც დაიწყებს. გაიგეთ რა ხდება? თქვენგან ელოდება სულ ინიციატივას, რომ აქ გოგო მართავს, აქ თქვენ გოგოს არა იმდენად დიდი სურვილი და ინიციატივა ვიდრე ბიჭს. მაგრამ ბიჭი ამას მალავს. სხვათა შორის მაგი ძალიან კარგადაც აღიარებს და ხვდება, რომ შეიძლება ადრე რაღაცა, ანუ ვერ მოიქცა ისე, როგორც უნდა მოქცეულიყო. ესე ძალიან კარგად ხვდება და ამიტომ ხარ თქვენ ახლა დაუშვათ უინტერესოთ მაგის მიმართ. რაღაცა შეიძლება მაგის, თქვენი იმედი ვერ დამყარეთ რა. აი ეგეთი რამე. რა გიშლის ხელს თქვენ რო იყოთ მასთან ბედნიერი, თქვენი ბლოკები, ან თქვენი შიშები, ან წარსული გამოცდილება. იცით რა გიშლით ხელს? ის რომ თქვენ გინდათ ვაფშე ელოდებით სხვა ადამიანს. იმიტომ რომ აქ არის უკვე როგორი მომენტი, რა გიშლით ხელს, აი ეს წარსულიზე გოგოებო თუ არ არის გეუბნებით, აი ახლანდელზე და აი არა. უფრო ან შეიძლება ადრე ვიღაცა იყო თქვენ ცხოვრებაში, მაგრამ ჯერ კიდე გაქვთ მაგასთან რაღაცა კავშირი, ან არ უშვებთ ჯერ საბოლოოდ ამ ადამიანს ცხოვრებიდან რა, შეიძლება აი ბრუნდებიან ხოლმე რა, ხო არიან ეგეთი პარტნიორები და აი აქ არის ზუსტად რომ თქვენ ის გიშლით ხელს, რომ თქვენ ხართ სხვანაირად, აი თითქოს თქვენ უკვე აქ არც ბლოკები გაქვთ თქვენ და არც შიშები და არც წარსული გამოცდილება არა. აქ უბრალოდ ადამიანს უნდა რომ ანუ როგორ არის, იცით, არის ზოგჯერ ესეთი მომენტი, რომ თქვათ ახლა აი მაგალითად ზოგს აქ როგორი თემა ადგა, თქვათ, იყო ურთიერთობაში, ეს ურთიერთობა არ გამოადგა. შეიძლება ბიჭსაც დაემართოს, გოგოსაც არ აქვს მნიშვნელობა და მიხვდა მე რომ ან დარჩა მარტო და მოდი აბა ყოფილს დაუბრუნდები. არის კიდე ესეთი სიტუაცია, როცა ან მოსინჯო, ხო? არის სიტუაცია ესეთი, როცა დაუშვათ ადამიანი მართლა ხვდება, რომ ანუ შენ რო ხარ, მასეთი არავინ არ არის და მე მირჩევნია, რომ ისევ შენთან ვიყო დაუშვათ, ხო? ან სინანულის გრძნობა აქვს, რომ რატომ დაუშვათ, არჩევანი გააკეთა ადამიანმა თავის დროზე არასწორი და თქვათ აირჩია სხვა, რატომ ღაც, ხო?
თქვათ არის მოქმედა, არის აქტიურა და აირჩია სხვა. და სადღაც შეიძლება უკვე ვერც გამოდის იმ ურთიერთობიდან, მაგრამ სინანულის გრძნობა აქვს ძალიან დიდი, რომ თან უკვე უძლური არის, იმიტომ რომ შეიძლება ბევრი ისეთი მომენტები არის, რომელიც არ აძლევენ საშუალებას, რომ თქვათ ურთიერთობა გაანაღოს. ან თვითონ უკვე დაუშვათ, პარტნიორს აღარ უნდა. აი აქ ჩვენ შემთხვევაში უკვე პარტნიორს აღარ უნდა. ან უკვე ახალ ურთიერთობაში ხართ, ან ვინმე ახალი გაიცანით. მაგრამ ან უკვე გინდათ რომ იყოს აი სხვანაირად გინდათ, იმიტომ რომ აქ არის ესეთი არკანები, სხვათა შორის მაგით ძალიან კარგად გრძნობს, რომ თქვენ ამ მაგ ურთიერთობაში ძალიან ბევრი განჯვა გადაიტანეთ. ბევრი რაღაცა გეტკინათ მაგისგან და მან ვერაფერი ვერ გააკეთა. შეიძლება იყოს ესეთი სიტუაცია, რომ თქვენ ელოდებოდით მისგან რამე ნაბიჯს, ელოდებოდით რომ გაროდეს გააკეთებდა რამე არჩევანს თქვენსკენ, მაგრამ ამ ადამიანმა ვითომ ვერ შევამჩნიე, ვითომ არ, ყოველ შემთხვევაში აი აქ არის ეს არკანი იმასაც გვეუბნება, რომ ადამიანმა ვერ გააკეთა არჩევანი თქვენსკენ. შეიძლება გულით კი ბატონო ფიქრობდა რომ აი შენთან მინდა, მაგრამ არჩევანი ვერ გააკეთა. თუ სამკუთხედი იყო, უეჭველი ცოლი ყავს არჩეული, თქვენ არა. ოჯახი ან რაღაც ან საქმე, ბიზნესი, რა ვიცი, მესამე თუ იყო აქ ვინმე, აქ არ არის. და მაგრამ რა ხდება, იცით? ეს ადამიანი მაინც მთელი ცხოვრება, იმიტომ რომ ასე 10-იანი, შეიძლება მთელი ცხოვრება თქვენ გითვალთვალოს და თქვენი ცხოვრება მაგას აინტერესებს, თუმცა არს გაჩვენებს. ჩვენ ხო პოზიცია ხო იყო, რაც არ გაჩვენებს, ხო? არ გაჩვენებ თქვენ. თქვენ შეიძლება აზრზე არ იყოთ, რომ თქვათ, ეხლა ეს ადამიანი ინტერესდება თქვენი ცხოვრებით. შეიძლება თქვენ აზრზეც არ იყოთ, გაიგეთ? ან ხართ აზრზე, თქვათ, მაგრამ თუ იმ დონეზე, რა დონეზეც მას აინტერესებს თქვენი თქვათ ცხოვრება, არც გონიათ, ეს უყურებს თქვენს წარმატებას. თქვენ როგორი იზრდებით, როგორი გახდით, როგორი თქვათ, ახლა საქმიანი ხართ, შეიძლება ლამაზი მანქანა ყავთ, გადადეხართ ამ მანქანი და ასე შემდეგ. გაიგეთ, რაღაცას თქვენ აქ ძალიან მაგარი გოგო ხართ, ძალიან. ხო. Так, შემდეგი მოდით აბა ვნახოთ ჩვენ მაშინ, თქვენ რა გაკვეთილი, გოგოებო გეტყვით ეხლავე. გოგოებო, აქ ნახეთ, ძალიან საინტერესო არკანია, სამიანი არის, აქ მიწის ბავშვებო, შემობავშვებო. ნახეთ რა ხდება, რა გაკვეთილი გაქვთ თქვენ ამ ურთიერთობაში და რისთვის იყო ეს ისტორია და რა უნდა გაიგო თქვენ როგორც ქალმა აქ. თუ დაუშვათ, თქვენ იყავით სამ კუთხეში. მე შემიძლია გითხრათ, რომ თქვენ ზუსტად ეს უნდა გაგეგოთ, რომ არ აქვს მნიშვნელობა, ნახეთ, რა სამკუთხედზე ერთი უნდა გავაკეთო, მართლა ერთი ჩაგიწეროთ. რა უნდა, რომ არ უნდა დაანგრიო არავისი ოჯახი და რატომ, ახლა ნახეთ. შეიძლება ადამიანი გეუბნება, რომ ყველაფერი ცუდად მაქვს, ურთიერთობაში ცუდად სექსი არა მაქვს, არანაირი არაფერი, მაგრამ გარედან აჩვენებს, რომ ყველაფერი კარგად არის ჩვენთან. ეხლა ნახეთ, თუ ადამიანი, აქ მართლა ეგ არის რა, ისეთი ურთიერთობა აი აქ ამ არკანში, რომ აი ეს ოჯახები ზუსტად, სამკუთხედი რა, მაგისი თემა არის, როცა თან მით უმეტეს ძალიან ხშირი თემა არის ეს უფრო კავკასიელ თემებში რა, მე მუშაობ ახლა სხვადასხვა ეროვნებებთან, სხვადასხვა მეგონი იტალიაშიც ხო ეგეთი თემა არის, გოგოებო დაწერეთ თქვენ კომენტარებში. ხო და როცა დაუშვათ გარედან აჩვენებენ, რომ ძალიან მაგარი ოჯახია, ძალიან კარგად ერთად დადიან ქორწილებში, ერთად დადიან ზეიმებში, ვინმე სახში რო შემოვა, რას ლაპარაკობ, ესეთები არიან, რომ მაგაზე კარგი ვინ არის, ხო? გარედან ჩანს, რომ რაღაცა სასწაული ოჯახია, მაგრამ შიგნით ხდება ამ ოჯახში რაღაცა არ დავიწყება, მაგრამ ეხლა ნახეთ.
არა აქვს მნიშვნელობა, ხა თქვენ გეუბნებიან, რომ ეს შენი საქმე არ არის. ნუ ჩაერევი აქ. ეს ვისაც სამკუთხედი გაგეუბნებით რა. იმიტომ რომ ვერ შენ იქნები ამ ურთიერთობაში ბედნიერი. ვერ იქნები. იმიტომ რომ არა აქვს მნიშვნელობა, მე მაქვს ახლა ისტორიები, აი სადაც გოგოებს წლები გქონდათ ურთიერთობა, წლები პირდებოდნენ მამაკაცები, რომ კი ბატონო, აი ახლა შვილები გაიზარდო, შვილები კიდე შვილები, მე კიდე რაღაცა და მერე და არაფერი არ მომხდარა. თუ ადამიანს უნდა ის გააკეთებს ნაბიჯს, არა იმიტომ რომ შენ მოხდი მის ცხოვრებაში, თუ იტანჯება, თუ ნამდვილად იტანჯება იმ ურთიერთობაში, ხო? ანუ ნახეთ, შიში თუ გაქვს შენ, რომ მე ეხლა წამოვალ ამ ურთიერთობიდან, სადაც მე ხა, ნუ, არაფერი არ მაურთიერთებს უკვე. უბრალოდ თქვათ, ეხლა სტატუსი და უბრალოდ ის, რომ ანუ ბედნიერი არა ვარ, მოდით ასე ვთქვათ რა. თუ როცა ურთიერთობაში ეხლა ყველაფერი ჰარმონიულად უნდა იყოს ნამდვილად, როცა უკვე ერთი რაღაცა მოიკოჭლებს, всё, უკვე იქ არ არის რანაირი ბედნიერება იმ ურთიერთობაში, მაგრამ ზოგი არის იმ ურთიერთობაში, რჩება იმიტომ, რომ ზოგს ხო გითხარით შვილები, ზოგს ახლა ბიზნესი, ზოგს ახლა რა სიტყვიან ხალხი, ყოველას მშობლები, რაღაცები, სისულელეები, მე ვთვლი ასე. იმიტომ რომ ადამიანი აქ მოვიდა ბედნიერებისთვის, ხო? რა თქმა უნდა, შეიძლება თქვა, რომ ახლა მე რაო, მე ჩემი ბედნიერების გულისთვის ისინი ახლა ავაწიოკო? არა, იცით რა არის ახლა? ეს მოდით ახლა ამ ძალიან ახლა არ შევალ ამ თემაში, დრამას ახლა მართლა ცალკე ვიდეოს ჩაწერა უნდა. უბრალოდ მე ვიცი, რომ სამკუთხედი არ არის კარგი რამე. იმიტომ რომ აი აქ გაფრთხილება, ეგ არის ზუსტად, რომ თქვენთვის არის ეს გაკვეთილი, რომ თქვენ საერთოდ არ უნდა ჩაერიოთ სხვის ოჯახში, იმიტომ რომ სხვის ოჯახში რაც ხდება, ეს მათი პრობლემა და შენ არ უნდა იყო ის რომ აი იმედი რომ გქონდეს, რომ დაუშვა, არა, გამოსწორდება და არა ჩემთან იქნება, არა იმის ძალიან ეტანჯება იმ ოჯახში. ვაიმე მაგას არც სექსი არ აქვს ცოლთან, არც ეს იცით რა არის, თუ უნდა წამოვა დამიჭერეთ რა და არანაირი არაფერი არ გააჩერებს. ესეთი მაგალითებიც მაქვს უამრავი, როცა თქვათ ადამიანმა გადაწყვიტა და გავიდა ურთიერთობიდან, იმიტომ რომ ნუ ეხლა ჩვენ ამ შემთხვევაში აქ არ არის ესეთი კარმული დამოკიდებულება, ნამდვილად აქ ვერ გეტყვით, რომ აი კარმა და რაღაცა, არა. ყველა ურთიერთობა ხო არ არის აი თქვათ კარმა და რამე, არა. აქ უბრალოდ თქვენთვის არის ეს ნიშანი იმისი, რომ როგორც ქალმა უნდა დაიფასო თქვენი თავი რა, იმიტომ რომ აი იმის რა ქვია კიდევ აქ ახლა კიდე რა უნდა გაიგო აი აქედან როგორც ქალმა. ხო, ნუ იღებთ ინიციატივას თქვენს ხელში. ნუ იღებთ ინიციატივას თქვენ ხელში და ნუ აი ხო გეუბნე, აქ სამკუთხედია. ოეჭველი, აქ ვიღაცა გეუბნე, ნუ იღებთ, ნუ გონიათ, იმიტომ რომ კაცი თუ ნახეთ, აქ ეხლა ზის როგორ ნახეთ აქაც. ვეკითხეთ ჩვენ მისი ძრახვები და რაღაცები, არაფერიც არა აქვს მაგას, უყურებს სიტუაციას ეს ადამიანი. ხო, ეთყობა ესეთი უინიციატივო შეიძლება იყოს თავიდანვე, ხო? აქაც ნახეთ გოგომ თუ რამე. ანუ აქ ამ გაშლიდან მე რას ვეთყოდი, იცით? თუ თქვენ, ანუ ესე როგორი ურთიერთობა, კარგად რომ გაიგო. ანუ თქვენ თუ დაუშვათ ეხლა, ეს არის ძალიან ფრთხილი ტიპი, გაიგეთ? თუ თქვენ რამეს გამოჩნდა, თქვენ დაუშვათ რამე რეაქცია მიეცით, ხო? მაშინ იმოქმედებს, გამოჩნდება ეგრევე. თუ თქვენ დაუშვათ, არ გამოაჩენთ არანაირი ინიციატივა, ესეც არ მოქმედებს. მიხვდეთ რა ხდება? ანუ თითქოს თუ თქვენგან ელოდება რაღაცას და ასეთი პოზიციები აქ ხშირ შემთხვევაში არათავისუფალ მამაკაცებს, რომელსაც უნდა რომ ორ სკამზე იჯდეს. თქვენთანაც იყოს და თავისი ოჯახშიც არაფერი არ აქვს. გაიგეთ რა ხდება? და ამიტომ არის აი ეგეთი სიტუაცია, რომ თქვენს ეთყობა ეს უკვე, ამოგივედეთ ყელში და ამიტომ ან ახალი ურთიერთობაში უკვე გადახვედეთ, ან გინდათ ახალი ურთიერთობა, იმიტომ რომ აქ ადამიანი არ მოქმედებს, თუ თქვენგან რამე არ დაინახა. მიხვდეთ რეაქცია.
ან თქვენგან ელოდება, ან თუ გამოჩნდება თქვენ თუ რეაქცია მიეცეთ მაგას, კი, მოდი ვისაუბროთ, ან ვიბეგობროთ, ან რაღაცა ვქნათ, მაშინ კი, თუ არა და ეგრევე იმალება. აქ უინიციატივო ტიპია. მაგან კარმულიც არ არის ადამიანი. გაკვეთილისთვის კი, რომ თუ სამკუთხედი იცოდეთ, რომ ეს არის აი რა ვიცი 1% თუ არის, როცა სამკუთხედიდან გადადიან თქვა და ოჯახებს ქმნიან, ეგაც როგორი მომენტი უნდა იყოს, იცით? როცა მართლა ადამიანმა გადაწყვეტილება ბოლომდე მიიღო, როცა ნამდვილად აი დიდი სიყვარული არის, როცა ადამიანს აი ეს ბლოკები არ აქვს, რა სიტყვიან ხალხი, რა ვქნა, როგორ და რა ასე შემდეგ. სხვათა შორის, ნუ ახლა так, всё, ახლა მე ამ თემაში ახლა რო შევალ, იმიტომ რომ ახლა აქ არის ზოგი ევროპული სიტუაციებში სხვანაირად, ახლა კავკასიურში სხვა, ბევრი ტრადიციები და რაღაცები, ამიტომ ახლა ძალიან შორს წავალთ, იყოს რა, როგორც არის. так, სად მიდის ეს ურთიერთობა, რომ არაფერი შევცვალოთ და სად მიდის? ნუ გოგოებო რა არის, იცით, ახლა შეგიძლიათ პრინციპში სად მიდის და აქ თუ ვინც ელოდება ახალს, ახალი ურთიერთობა გექნებათ, მაგრამ ამასთან რაც ეხება, შეგიძლიათ გქონოთ ნორმალური ასეთი ურთიერთობა, ნუ ფლირტი. აი ეგეთ. იმიტომ რომ ეს ადამიანი აქ, ნახეთ, აქ მანარაში წყლის მეფე არის როგორი ტიპი, რომელიც მართლა ბევრს ლაპარაკობს და შეუძლია მაგას, ნუ არაფერს არ აკეთებს. მართლა ლაპარაკობს და შეუძლია რომ თქვენ ახლა თავი მოგაწონონ რაღაცა აი ფლირტის დონეზე, რაღაცა კომპლიმენტების დონეზე, რო გითხრათ, რომ აქ რამე სერიოზული იქნება. არა, არ იქნება. ამიტომ თქვენთვის არის ზუსტად ეს თქვენ თუ გინდათ რომ შეინარჩუნოთ, ხო, თქვენი ქალური ენერგია, თქვენ საერთოდ აი ნახეთ ეს ქალური ენერგია ზუსტად. თუ არის ქალური ენერგია, კარგად დააკვირდე, დაინახე შენი თავი, შენ ვინ ხარ, ხო? შენ ხარ ქალი, რომელიც ისედაც იზიდავ ყურადღებას, იზიდავ გინდაც მამაკაცებს. აი უბრალოდ როგორ ისე მიყვარს ძალიან მანარაში ეს მთვარე. ანუ შენი თავი დაინახე, შენი ქალური ენერგია დაინახე, ნუ დახარჯავ ტყუილა. ნუ თავს ნუ იტყუებ. ეს ისტორია თუ იცანით თქვენ, აი ეს არის 1000%-იანი თქვენთვის რჩევა. რომ ნამდვილად არ უნდა დახარჯოთ თქვენი ენერგია იმ ადამიანზე, რომელიც ვერ აკეთებს არჩევანს თქვენსკენ. სამკუთხედში ყოფნა არის ყველაზე დიდი უპატივცემლობა პირველ რიგში შენ თავთან რა, ანუ შენ ყველაზე არის როგორი მომენტი, იცით, აი როცა გრძნობ თავს მეორე ხარისხოვანად, როცა გრძნობ თავს ისე რომ აი შენ რაღაც დაბალი ხარისხის ვიღაცა ხარ, ხო? ანუ რომ შეიძლება მართლა უფრო მაგარი ქალი ხარ, ვიდრე თქვათ მისი მეუღლე. რაღაც დარგში თუნდაც, ხო? აი ეს გაითვალისწინეთ, ძალიან გთხოვთ, ვინც ხარ სამკუთხედში. თუ ადამიანმა აი თუნდაც 1 წლის განმავლობაში არ გააკეთა ის ნაბიჯი, რომ თქვათ, აი და ნახეთ აქ როგორი მნიშვნელოვანი მომენტი, თქვენი გულისთვის არა. იმიტომ რომ არ გაპატიებს. თუ თქვენ მიაწვევთ და იტყვით, რომ არა, გააკეთე არჩევანი, ან მე ან შენი ცოლი და მე თქვათ იძულებული გახდეს და ან თქვათ ორსულად არჩეთ უარესი კიდე და აი ბავშვი მყავს და დაიწყებთ ახლა მანიპულაციას, ეს ცუდია, ეს საზღვრობა. იმიტომ რომ შენერები სხვის ოჯახში, ის შექმნილია. მაგრამ კაც არ უნდა დაუჯერ, რაც არ უნდა დაგპირდეს. თუ იმ ადამიანმა ადგა და თავისი ნებით გამოვიდა იმ ურთიერთობიდან და მოვიდა და გითხრა, რომ მე გადავწყვიტე, რომ მე აღარ მინდა იქ ყოფნა. შენს გამო არა, შენი გულისთვის არა, რამდენადაც არ უნდა სასიამოვნო ჟღერდეს ეგა თქვენთვის, ხო? დამეჯერად ამას თუ ისავს 1000-ჯერ მერე წამოგაწახებს. აი თვითონ თუ მან დაუშვათ გადაწყვეტილება მიიღო, რომ მე იმ ოჯახში ვერ ვგრძნობ კარგად თავს. არა ვარ კარგად.
მე შეიძლება კარგი მამა ვარ, თქვა, კარგის, მაგრამ არ მეშინია, რომ თუ დაუშვოთ მე ჩემი ცხოვრებით ვიცხოვრო, მე მექნება კარგი ურთიერთობა ჩემ შვილებთან, რატომ არა? აი და რომ მოვა მე და გეტყვის, რომ აი ნახე მე ჩემი გადაწყვეტილება არის, არავისი ბრალი აქ არ არის. აი მაგ შემთხვევაში თქვენ უკვე შეგიძლიათ ურთიერთობა ნორმალურად მაგ ადამიანთან გააგრძელოთ. თუ ეს ადამიანი მოდის ან გეუბნება, კიდე არის ვარიანტები, რომ დაუშვოთ აი შენ მიმიღებ, შენ ასე იზავ, შენ ისეთი იქნები, შენ ასეთი იქნები, ანუ ვაჭრობა რა მიდის. არა. ყოველთვის უნდა იყოს, რომ მან მიიღოს ეს გადაწყვეტილება სუფთა მოვიდეს. მიხვდით? აი მაშინ შეიძლება სხვანაირად გოგოებო, აი დამიჯერეთ, ეს არის სისულელე. ყოველთვის იქნებით ძალიან ცუდად. всё. ამით დავამთავრებ ლექციას, ხო? თქვენ რა თქმა უნდა, როგორც გინდათ ისე მოიკეთეთ, მე უბრალოდ გეუბნებით, როგორც მუშაობს სამყაროს კანონები და მინდა რომ არ დაიტანჯოთ, მინდა რომ იყოს ბედნიერები, იმიტომ რომ ყველა ქალს, როგორც პრინციპში მამაკაცსაც, აქვს იმისი უფლება, რომ იყოს ბედნიერი. უბრალოდ ეს არის ყველაფერი, მთელი ცხოვრება არის არჩევანი. რას ვარჩევთ? ვერჩევთ, ხო? ან სხვის აზრებს, ან ჩვენს ბედნიერებას. პირად ბედნიერებას და თქვენ იცით, თუ თქვენ პირადად იქნებით ბედნიერი, ყველა აბსოლუტურად იქნება თქვენს გარშევ ბედნიერი, იმიტომ რომ ეს შეუძლებელია, რომ არ ასხილო მე ეს ბედნიერება და არ გინდოდეს, რომ გასცე, მაგრამ ნუ არის რაღაც მომენტები, რომელიც ეხება რისკს. всё, დაგემშვიდობეთ, მიყვარხარ ძალიან.